მოგესალმებით, გრძელდება პირველი იურიდიული პოდკასტი საქართველოში გივი კაკუშაძესთან და ბიძინა ჩხეიძესთან ერთად. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქალბატონი ეკატერინე გასიტაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, ორმესი მადლობა გადაცემაში სტუმრობისათვის. მოგესალმებით ბატონო გივი, ბატონო ბიძინა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მსმენელს და ძალიან მიხარია რომ უკვე ესეთი ფორმატი გაჩნდა, სადაც იურისტები გამოვთქვათ ჩვენს მოსაზრებებს და ვსაუბრობთ, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოებისთვის. მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, პირველ რიგში დიდი მადლობა იმისთვის რომ გვესტუმრეთ, ჩვენთვის დიდი პატივია რომ დღეს ჩვენი სტუმარი ბრძანდებით და ზოგადად ჩვენი იურიდიული პოდკასტის შესახებ რო გიამბობთ, ჩვენი ძირითადი მიზანი არის სამართლებრივ ინსტიტუციებზე ვისაუბროთ და საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა, რა თქმა უნდა, არის უზენაესი სასამართლო და სწორედ ამ თემით დავიწყებ პირველ კითხვას. უზენაესი სასამართლოს რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად სახელმწიფოს ფორმირებაში, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირებაში? დიდი მადლობა ბატონო ბიძინა. ზოგადად სასამართლო ხელისუფლების როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და ასეთი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე არის განუზომლად დიდი. და რაც შეეხება საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელიც გახლავთ ქვეყნის უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლო, რომელსაც აქვს ვალდებულება, რომ დოქტრინალური განმარტებები გააკეთოს, რომელსაც აქვს ვალდებულება, რომ მეტნაკლებად ამ ასე ვთქვათ სფეროში, სამართლებრივ სფეროში განჭვრეტადი პრაქტიკა დაადგინოს. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლის დიდი პალატის, ასე ვთქვათ, სამართლებრივი განმარტებები სავალდებულოა ყველა ინსტანციის მოსამართლისთვის, ვფიქრობ, განუზომლად დიდი როლი აქვს. და რადგან ქვეყნის შიგნით პრაქტიკულად მთავრდება სამართალწარმოება საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ და მოგეხსენებათ აბსოლუტურად ყველა ტიპის საჩივარი ვერ გადაალახავს იმ დასაშვებობის კრიტერიუმს, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის არის გათვალისწინებული, ვფიქრობ, ეს ზრდის უზენაესი სასამართლოს პასუხისმგებლობას და თითოეული ინდივიდუალური მოსამართლის როლს და კონკრეტულად მის მიერ, მოსამართლის მიერ საქმის შესწავლის, მისი მომზადების, მისი სამართლებრივი შედეგების განზოგადების კუთხით, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობას და ვალდებულებას. რატომ იცით, ერთი კონკრეტული დავის გადაწყვეტა, როდესაც უზენაეს სასამართლო განსაკუთრებით ვფიქრობ, როდესაც არსებითად იხილავს საქმეს და მე განმარტავ უკვე დასაშვებობის ეტაპის კუთხით, არც ის არის უმნიშვნელო ეტაპი ბუნებრივია, მაგრამ როდესაც არსებითად იხილავს საქმეს, ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული სამართლებრივი დავის გადაწყვეტა. მისი შედეგები განზოგადებულად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იურიდიული პროფესიისთვის. მის შედეგებს სამეწარმეო სამართალი იქნება, სანივთო სამართალი, შრომის სამართალი, სხვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობები გააჩნია განუზომლად დიდი მნიშვნელობა და მე ვფიქრობ, რომ დღეს, აი ბოლო რაღაც შემიძლია თქვა ალბათ, ბოლო 10 წლეულის მანძილზე ძალიან გააქტიურდნენ ადვოკატები იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ხშირად მიგვითითებენ მოსამართლეებს თვითონ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და გვეუბნებიან, რომ აი ნახეთ, ესეთია განმარტება და ჩემი შემთხვევა განსხვავდება, ან არ განსხვავდება და გთხოვთ ესეც გაითვალისწინოთ. ანუ იურიდიული პროფესიისთვის ეს არის ერთგვარი ათვლის წერტილი და შეიძლება ითქვას ბოლო თვალსაწიერეც, თუ კი საბოლოოდ აქ თავდება იმ საქმეთა გადაწყვეტა, რომელიც შემდგომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვერ მოხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლო, კონსტიტუციური წესრიგის დაცვაშიც დიდი როლი აქვს ამ თვალსაზრისით უზენაეს სასამართლოს, ალბათ დამეთანხმებით, იმიტომ რომ ადამიანის უფლებაა მიმართოს სასამართლოს. შესაბამისად, თუ ის ფიქრობს, რომ პირველ ინსტანციაში ან მეორე ინსტანციაში დაირღვა მისი უფლება, უკვე უზენაესი სასამართლოსათვის მიმართვა, ასე ვთქვათ, ერთგვარად განამტკიცებს ამ კონსტიტუციურ წესრიგსაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. სავსებით გეთანხმებით ბატონო გივი, იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის საკონსტიტუციო კონტროლის მნიშვნელობა ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის. მაგრამ მოსამართლე, რომელიც კონკრეტულ საქმეზე მუშაობს და ჩემი თვალსაჩინით მას ყოველთვის უნდა ჰქონდეს ხედვა, რომ კანონიერებისა და სამართლიანობის ჰარმონიას მიაღწიოს და საამისოდ აქვს გარკვეული პროცესუალური ინსტრუმენტები, ხო? იმიტომ რომ მართლმსაჯულებაზე უარის თქმა
მართლმსაჯულების განხორციელებაზე არის დაუშვებელი. იმიტომ რომ კონკრეტული სამართლებრივი, სადაო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა არ არსებობს, ხო, მაგალითად. ჩვენ ვიცით, ხო, კანონის ანალოგიის, სამართლის ანალოგიის ინსტრუმენტები, ასევე კონსტიტუციური წარდგინებით მოსამართლის მიმართვის უფლებამოსილებაც ვიცით, როდესაც გამოსაყენებელი ნორმა კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე შესაძლოა მოსამართლის ხედვით ანტიკონსტიტუციურად გამოიყურება. შეიძლება ის ნორმა ბევრჯერ იყო მანამდე გამოყენებული, მაგრამ ნახეთ, კონკრეტულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გარკვეულწილად სხვა თვალსაწიერი შემოგთავაზა. და კიდევ ერთი, რასაც ქვია კონსტიტუციური მართლწესრიგის ფარგლებში დარჩენა, თუმცა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი უფლებების დაცვა. კონტრალეგემ სამართლებრივი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი. შეიძლება ვამბობ ხოლმე, რომ 30 წელი იყო მოსამართლე, მაგრამ არ მოგიწიოს ამ ინსტრუმენტთან შეხება. თუმცა ამაზე უნდა ფიქრობდე, რომ არსებობს ესეთი კანონის საწინააღმდეგო განმარტება, ხონდ ეს არის უკიდურესად ფრთხილი სამართლებრივი ინსტრუმენტი და მე ძალიან მიხარია, რომ ჩემი აწლიანი სამართლო საქმიანობის ფარგლებში მომიწია არაბრალეული მესაკუთრის უფლების დასაცავად კონტრალეგემ სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება ბუნებრივია კოლეგიური შემადგენლობით ჩვენ სამამოსამართლე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია სამართლებრივი სივრცისთვის და იმ ხედვისთვის, რაც უნდა ჰქონდეს სასამართლოს კონკრეტული პირის უფლებებთან დაკავშირებით. თუმცა სიფრთხილით, რომ დავრჩეთ კონსტიტუციური მართლწესრიგის, ასე ვთქვათ, ასპარეზზე. ქალბატონო ეკატერინე, როგორ აფასებთ მართლმსაჯულების სისტემას დღევანდელ საქართველოში და რა უნდა მოხდეს მის გაუმჯობესებისათვის? ძალიან რთული შეკითხვა. გულწრფელად გეტყვით. ეს არის ძალიან რთული, ძალიან კომპლექსური შეკითხვა. მით უმეტეს მე როგორც მოსამართლეს გარკვეული, ასე ვთქვათ, პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვა მაქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცესებზე და გარკვეულ პრობლემურ საკითხებზე მე არ მაქვს უფლება, პირიქით ვალდებულებაც მაქვს, რო ვთქვა. მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო, ეს კომპლექსური საკითხია, მაგრამ ეხლა ესე ვიტყოდი ბატონო ბიძინა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა და ორ კომპონენტს ვიტყვი, ორი კომპონენტის მიღმა ძალიან დიდი და ბევრი რამ მოიაზრება. ეს არის დაბალინდობა მართლმსაჯულებისადმი და ეს არის საქმეთა უდიდესი ნაკადი, რომელთა მართვის, ასე ვთქვათ, მენეჯმენტის სისტემა არ არსებობს. რაც იწვევს გაჭიანურებულ მართლმსაჯულებას და ჩვენ ვიცით, ხო, გაჭიანურებული მართლმსაჯულება ვეღარ აღწევს იმ მიზანს, არადა სამწუხაროდ, მოდით ვთქვათ, რომ ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული პირველი ინსტანციიდან მოყოლებული ბოლო ინსტანციის უზენაესი სასამართლოს ჩათვლით მოსამართლეს, თუმცა ის შედეგი შეიძლება უკვე არაეფექტური იყოს, როგორც უფლებისთვის ბრძოლის გზაზე მიღებული იურიდიული შედეგი. თუკი ეს დროული არ არის. მე მხოლოდ ამ ორს ვიტყვი, თუმცა ამის მიღმა არის ძალიან ბევრი ფაქტორი. მე მგონი ნახევარი დღე შეიძლება არ გვეყოს ამაზე რომ ვისაუბროთ. ქალბატონო ეკატერინე, რამდენად დიდია მოსამართლის დისკრეცია უზენაეს სასამართლოში დავის წარმართვისას და სად გადის ის ოქროს შუალედი ნეიტრალიტეტსა და პროცესის აქტიურ მართვას შორის? დიახ. ეს არის ძალიან საინტერესო შეკითხვა და იცით როგორი აუცილებლად უნდა გამოვყო კონკრეტულად მე ხა როგორც სამოქალაქო პალატის მოსამართლე სამოქალაქო სამართალწარმოების თავისებურება. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ძალიან კარგად ვიცით იურიდიულმა საზოგადოებამ როგორც სისხლის სამართალში, ასევე სამოქალაქო სამართალში არის შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპი დამკვიდრებული და ადმინისტრაციულში აბსოლუტურად სხვა მიზანია კანონმდებლს, როცა ინკვიზიციური ელემენტებით იხილავს ხო მოსამართლე. სამოქალაქო სამართალწარმოების დროს ეს შეჯიბრებითობის პრინციპი ვფიქრობ ძალიან განსხვავებულია სისხლის სამართალწარმოებისგან, იმიტომ რომ იქ სხვა არის ამოცანა, იქ სხვა არის ის მისაღწევის შედეგი. რაც შეეხება სამოქალაქო სამართალწარმოებას, ზოგადად პრინციპი სასამართლოსი არის ასეთი: მომეცი ფაქტები მოგცემ სამართალს. წეგანაც ვახსენე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა დაუშვებელია. თუმცა ნახეთ, აი ამ გზაზე
მარტოდნენ სასამართლოს მესვეურები ვერაფერს გავხდებით, თუ კი მართსაჯულების მონაწილე პირები, ადვოკატები, რომლებიც წარმოადგენენ კონკრეტულ პირთა ინტერესებს, არ დაგვეხმარებიან. მაგრამ რაც შეეხება ხა კონკრეტულად დისკრეციულ უფლებამოსილებას. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ყურადღება, გულმოდგინება და გულისხმიერება მოსამართლეს, რომელიც იწყებს საქმის შესწავლას და ვადასტურებ ჩემი, ასე ვთქვათ, პირველი ინსტანციის მოსამართლეებისადმი ძალიან დიდ პატივისცემას და მათ უზარმაზარ შრომას, არის იმ მნიშვნელოვანი ფაქტების და მოსაზრებების ამოკითხვა სარჩელში თუ გნებავ შესაგებელში, რომელიც დავის გადასაწყვეტად არის საკვანძო მნიშვნელობის. იმიტომ რომ შესაძლოა არ იყოს სწორი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი შერჩეული მისადაგებული, ან საერთოდ არ იყოს. მით უმეტეს ძალიან დიდი პრობლემაა ის, ჩემი ხედვით, როგორც ყოფილი ადვოკატის, როგორც მოსამართლის, რომ პირველ ინსტანციაში ვიცით, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე არ არის სავალდებულო, რომ პროფესიონალი ადვოკატით იყოს წარმოდგენილი მხარე. და ეს უკვე შემდგომ ისეთ შედეგებს აყენებს, ისეთ სამართლებრივ შედეგებს, რომელიც ძალიან რთულდება, რომ რაიმე გზით გამოსწორდეს. რა თქმა უნდა, შედეგს და უკმაყოფილებას იმკის საბოლოოდ მართსაჯულება ჩვენ ვერ გავექცევით ამ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ დაინიცირებული იყო ეს კანონური პროექტი, რომ ადვოკატი რო ვიყავი, იმ დროსაც კი მახსოვს ბატონო ბიძინა და ჩვენ რა თქმა უნდა ქონდა ხო რომ კანონიერი წარმომადგენლობის ეს ინსტიტუტის ამის ხელყოფას არავინ არ აპირებს, მაგრამ გეთახმებით, იყო დაინიცირებული. მაინც ვერ მოხერხდა ეს ამბავი და დღემდე მიდის მაგაზე. და პრობლემა ნახეთ რა არის. შესაძლოა სწორედ იმიტომ, რომ არაპროფესიონალია დამხმარე, თუმცა შეიძლება მშვენიერი მჭევრმეტყველია და თავის საქმის არაჩვეულებრივი სპეციალისტიც, სწორედ იმიტომ, რომ ის არ არის სპეციალისტი, ვერ მიხვდეს რომელია საკვანძო ფაქტობრივი გარემოება. გამორჩეს, არა იმიტომ, რომ უგულისხმუროა, ხო? თუმცა სიმართლე რო გითხრათ, მე 1000 ბოდიშს ვიხდი ხოლმე მოსამართლე რო ვარ, როცა ამას ვამბობ, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მაგალითად ვეცნობის არჩელს და აი ადვოკატის მომზადებულია, მაგრამ მიფიქრია, რომ ეს არის ზარმაცად მომზადებული სარჩელი. არის იცით როგორ მოსამართლე სიტყვებს ეძებს და კითხულობს, რომ პირს უფლება არ დაერღვეს და ხა თვალსაჩინოებისთვის ერთ მაგალითს მოვიტან. მოგეხსენებათ ხანდაზმულობა, რომელიც აფერხებს ნამდვილი მოთხოვნის განხორციელებას, მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე დაგვიანებული იყო ამ მოთხოვნის აღძვრა, თორე თვითონ მოთხოვნა ნამდვილია, ხო? არის მოპასუხისმგებელი შესაძლებელი. ერთ-ერთ შესაძლებელში მხარე წერდა, ოღონდ ის არ იყო წარმოდგენილი ადვოკატით, რომ ესო იმდენი ხნის წინ იყო ეს ვალდებულება, აღარც მახსოვს, უკვე დაგვიანებულიაო. აი სასამართლო ჩაეჭიდა ამ სიტყვებს. სხვაგვარი ფორმულირებაა, მაგრამ არსი იგივეა. ამიტომ ნახეთ, ეს არ არის შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევა, როდესაც მოსამართლეს აქვს ვალდებულება იმ სიტყვებში ამოიკითხოს მხარემ როგორ დაუპირისპირა საკუთარი პოზიცია, როგორ შეედავა სარჩელს, ხომ რა წაუყენა. ამიტომ უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ თავისი არსით ეს არის ხანდაზმულობის შესაძლებელი, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ მხარე არ იყო წარმოდგენილი ადვოკატით და ამას მიაქცია ყურადღება სასამართლომ. სხვა შემთხვევაში გულწრფელად იტყვით, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა, იმიტომ რომ მოდით ესე ვთქვათ, საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად თავისი პასუხისმგებლობა, თავისი ესე ვთქვათ, საკანონმდებლო ჩარჩო, კანონმდებელობა განსაზღვრა და ამიტომ ადვოკატი, რომელიც ხვისი უფლებების დასაცავად იღწის, ხო? ივარაუდება, რომ რა თქმა უნდა, ძალიან კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული და სხვაგარად ვერც წარმოგვიდგენია. ამიტომ ასეთი სიტყვების შემთხვევაში ვფიქრობ, მე სასამართლოს გაუჭირდებოდა, მაგრამ ნახეთ, პირის უფლების დაცვა უფრო მეტია. სასამართლო აუცილებლად ნეიტრალური უნდა იყოს. ნეიტრალური მართსაჯულება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რატომ იცით? არავინ არ შეიძლება იყოს დამოკიდებული კონკრეტულად რომელ მოსამართლეს, რომელ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით გაუჩნდება რაღაც ესე ვთქვათ, კონკრეტული დამოკიდებულება თუ გნებავთ გულაჩუღება. დაუშვებელია ეს. თუმცა, მოდით ვთქვათ, რომ მოსამართლე იმ, ასე ვთქვათ, მიმდინარე მოვლენებსაც ვერ მოწყდება და ასოციალური მოსამართლის დოქტრინა დიდი ხანია უარყო თანამედროვეობამ, იმიტომ რომ გამოვდივართ საიდან? ცხოვრებიდან, ხო? ადამიანია მოსამართლე. მომეცი ფაქტები მოგცემ სამართალს და ბევრ გვაქვს ჩვენ გადაწყვეტილებებშიც ნათქვამი იურიდიულ დოქტრინაში, რომ სამართალი არ შეიძლება ცხოვრებას მოწყდეს.
რომელი კატეგორიების სამოქალაქო დავები არის ყველაზე ხშირი უზენაესი სასამართლოში თუ გაქვთ იცით რა ვფიქრობ რომ იმდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა ვფიქრობ განსაკუთრებით საკასაციო სამართალწარმოებაში ამოსული ის საქმეები რომელთაც ზოგჯერ გადალახეს ან ვერ გადალახეს დასაშვებობის კრიტერიუმი, მაგრამ მაინც გამოვყოფდი ალბათ სანივთო, სამეწარმეო სამართლებრივ დავებს და შრომით სამართლებრივ დავებს. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ დავებსაც, თუმცა ვფიქრობ, რომ ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით უკვე პირველი ინსტანციის სასამართლოებში იმდენად, ასე ვთქვათ, დეტალურად, ისეთი მაღალი სტანდარტით მიდის ამ საკითხების კვლევა, თან მოგეხსენებათ, რომ აი დისკრეციულ უფლებამოსილებაზე ვსაუბრობდით ჩვენ და რომ დავუკავშიროთ ხო რაღაცა ეს თემა, აქ რადგან მოსამართლეს აქვს გარკვეული ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე პროცესუალურად განსაზღვრული უფლებამოსილება, რომ განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები და ინკვიზიციური ელემენტები შემოიტანოს, ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც მაგალითად შეიძლება სხვა დროს მსჯელობის საგანი გამხდარიყო უკვე არსებითი განხილვის გზით უზენაეს სასამართლოში, შესაძლოა დაუშვებელი დარჩა როგორც საკასაციო საჩივარი, თუმცა სასამართლო ყოველთვის ცდილობს, რომ კასატორის მთავარ არგუმენტებს უპასუხოს და რატომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებები, ეს მკაფიოდ წარმოაჩინოს. ხშირად, როდესაც მაგალითად მე პირადად ვკითხულობ გადაწყვეტილებებს, მართალია ზოგჯერ ვერ გადალახა კონკრეტულმა საქმემ დასაშვებების ეტაპი, თუმცა იქ უზენაეს სასამართლოს მიერ იმდენად მნიშვნელოვანი განმარტება შეიძლება გაკეთდა, ან იმდენად მნიშვნელოვან ფაქტს მიექცა ყურადღება, რომ მე როგორც ადვოკატს ეს ძალიან გამომადგა, არაერთი შემთხვევა ყოფილა და მე გამომიყენებია თქვა თუნდაც დასაბუთებაში, ან ასე შემდეგ. აი ამ შესწავლიდან მინდა შემდეგ კითხვაზე გადავიდე. პრეცედენტები, თქვენი შეხედულება როგორია პრეცედენტებთან დაკავშირებით ქართულ სამოსამართლო პრაქტიკაში და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ჩვენ ადვოკატებმა მიუთითოთ გადაწყვეტილებების არჩელებში და გქონდეს ამის მზაობა, რომ კონკრეტული თუნდაც მე როდესაც მხარი იბარებს ამ ჩვენს პოზიციას, მანაც ნახოს ჩვენ რას უთითებთ და როგორ უთითებთ. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წამოწიეთ თქვენ ბატონო გევი და მე სულ ვამბობ, რომ როდესაც პროფესიონალი ადვოკატები მონაწილეობენ და ადვოკატები, რომლებიც თავდადებულად მუშაობენ საქმეზე, ეს არის არა მხოლოდ მისი კლიენტისთვის ბედნიერება, ასე ვიტყოდი. მე ძალიან ხშირად მithქვამს ხოლმე ზეპირ მოსმენებს რო ვატარებთ, რომ ეს იყო ძალიან საინტერესო სხდომა თვით სასამართლოსთვის, იმიტომ რომ ზუსტად ადვოკატების, როგორც ჩვენი კოლეგების, ხომ, ვალდებულება არის, რომ გარკვეული ხედვა შემოგთავაზონ. მე მაგალითად ძალიან ღია ვარ ასეთი საკითხებისადმი, რომ შემოგთავაზოს არა მხოლოდ ასე ვთქვათ ისტორიული და გრამატიკული განმარტებები მხარე, არამედ გარკვეული პრეცედენტები მიგვითითოს. რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ სამართლის უშუალო წყაროს წარმოადგენს ჩვენთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. თუმცა აი მაგალითად წელს შრომით სამართლებრივი დავები ვახსენე და თქვენ არაერთ გადაწყვეტილებაში ნახავთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებებში, ზოგადად საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებში იქნება ეს პირველი ინსტანცია თუ სააპელაციო სასამართლოები, გამოყენებულს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომელთაც რა თქმა უნდა ჩვენთვის ყოველდღიურში ამ ეტაპზე არ აქვთ უშუალო, ასე ვთქვათ, სამართლის წყაროს ძალა. თუმცა განმარტების მიზნებისთვის, ხომ, თუ რატომ იქნა ეს მიღებული, რაზე იმსჯელა, რა ფაქტობრივი გარემოებები იყო საყურადღებო, ამას ყოველთვის აქცევს ყურადღებას სასამართლო და ძალიან ხშირად არის ხოლმე, მაგალითად, აი ერთ-ერთი კომპეტენცია უზენაესი სასამართლოსი არის უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება საქართველოს ტერიტორიაზე. და ეს მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებული ფუნქცია და გულისხმობ იმას, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების არსებითად შემოწმება არ ხდება, ხოლო დადასტურება ხდება, ხომ არ ეწინააღმდეგება ქართულ მართლწესრიგს, ანუ ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც ადამიანის უფლებებს უკავშირდება, ამ კუთხით, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, არის ხოლმე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, სადაც ადვოკატებს შემოუთავაზებიათ ინგლისური, ამერიკული პრეცედენტები და ძალიან დაეხმარა ეს სასამართლოს. ოღონდ ნახეთ, რასთან მიმართებით, არა იმ არსებით საკითხებთან, რაც უცხო ქვეყნის სასამართლომ განიხილა, იმიტომ რომ ჩვენ რევიზიას ამ აქტის ვერ გავაკეთებთ, ხომ?
არამედ საცნობი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების შემაფერხებელ გარემოებებთან დაკავშირებით, ანუ პროცესუალურად რა არ იყო წესრიგში, რის გამოც მაგალითად საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იქნეს ცნობილი და არ უნდა ახსრულდეს კონკრეტული გადაწყვეტილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შრომაა, რომელსაც ადვოკატები დებენ და მე მაინც დაუბრუნდები, იმიტომ რომ შრომით სამართლებრივ დავებზე, ძალიან ხშირად ხოლმე მოსამართლეებით ჩვენ ვიყენებთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ILO-ს კონვენციას, რომელიც მართალია საქართველოს არ აქვს რატიფიცირებული, იმიტომ რომ არ გვაქვს ყველა კონვენცია ხო რატიფიცირებული, თუმცა განმარტების მიზნებისთვის აქვს ამას მნიშვნელობა. და ვფიქრობ, რომ ზოგადად ეს არის საუკეთესო გზა, იმიტომ რომ მაინც სისტემურად ხო დაახლოება გნებავთ რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემა იყოს და გნებავთ ანგლო-ამერიკული. მოდით ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არის ის, რაც ფუნდამენტური უფლებებია და ამ სისტემების დაახლოებაზე და აი კანონისა და სამართლიანობის ჰარმონიაზე მე ვფიქრობ, რომ მაინც სასამართლოს აქვს ძალიან დიდი ვალდებულება და როცა ადვოკატები გვეხმარებიან, ეს არის არაჩვეულებრივი. ქალბატონო ეკატერინე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემას უნდა შევეხო, ახლა რაც ადვოკატებსაც გვაწუხებს და ზოგადად კლიენტების მუდმივად გვიკავშირდებიან ამასთან დაკავშირებით, რომ წლობით ხდება საქმეების გაჭიანურება. მესმის, რომ ეს მარტო ქართული პრობლემა არ არის და სხვა ქვეყნებშიც მსგავსი პრაქტიკა არსებობს, მაგრამ რა შეიძლება ამ თვალსაზრისით, რომ უკეთესად განხორციელდეს და უფრო დაჩქარდეს პროცესების განხილვა სასამართლოებში? ისევ და ისევ რთული კითხვა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ამით დავიწყეთ ხომ, რომ დაგვიანებული მართლმსაჯულება აღარ არის მართლმსაჯულება. მოდით ვთქვათ, პირველად, როდესაც სასამართლო რეფორმა დაიწყო, შეიძლება რაღაც ციფრებში შევცდე, მაგრამ უმნიშვნელოდ. 99 წელს, 1999 წელს 345 მოსამართლე იყო საერთო სასამართლობის სისტემაში. რამდენი წელი გავიდა? 2025 წელია და დღეს პრაქტიკულად იგივე თუ არა, მეტი ნამდვილად არ ყავს მოსამართლე. მე ვფიქრობ, ხა ძალიან არაპოპულარულ რაღაცას ვიტყვი ალბათ, რომ პირველ რიგში აუცილებლად უნდა გაიზარდოს მოსამართლეთა რაოდენობა. აუცილებლად უნდა გაიზარდოს მოსამართლეთა რაოდენობა, ადამიანური რესურსი. კიდევ ერთს ვიტყვი, ნახეთ, ძალიან განსხვავებული არის და მე ეხლა რაც მსმენია, ხო? თუნდაც რეგიონებში ძალიან ხშირად გვიანდება ასევე. იმიტომ რომ ერთი მოსამართლეა, ან ორი მოსამართლეა, რომელსაც პრაქტიკულად ყველა კატეგორიის საქმის განხილვა საჩელები გაცილებით გაზრდილი იქნება რაოდენობრივად მოსამართლეებისგან განსხვავებით, ხო? გაცილებით პრობლემაა. მეც ერთ რაღაცას ვიტყვი. თვითონ, როდესაც ადამიანები იგებენ მათი უფლებების შესახებ და ადამიანი ინფორმაციას იღებს, რომ მაქვს შეუძლია თავისი დარღვეული უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, უკვე იმატებს საქმეთა რაოდენობა. შესაბამისად, ყველამ გაიგო, რომ შეუძლია თავისი უფლება დაიცვას სასამართლოს წესით, მაგრამ თუ მოსამართლეთა რაოდენობა იგივეა, მათ კატასტროფულად ეზრდებათ საქმეები. შესაბამისად, ადამიანური რესურსი აღარ არის. არა მარტო მოსამართლის, არამედ სხდომის ტვინების, თანაშემწეების, იმ ადამიანების, ვინც თვითონ სისტემაში მუშაობენ, კანცელარიის თანამშრომლების და ასე შემდეგ. კი ბატონო, ეს არის იცით როგორი უდიდესი პრობლემა და თუ ჩვენ ამ გამოწვევას ვერ უპასუხებთ, მოდით ესე ვთქვათ, რომ გაგვიჭირდება თითოეულ მოსამართლეს თუნდაც პატარ-პატარა, ასე ვთქვათ, სიამაყეებზე ვისაუბროთ, პატარ-პატარა წვლილზე, რომელიც გულწრფელად გვინდა რომ შევიტანოთ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, ასევე სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებაში, იმიტომ რომ იცით რა, ის რომ ზღვაში წვეთია და ყველა წვეთს აქვს მნიშვნელობა გასაგებია, მაგრამ თითოეულ პირს მიაჩნია, რომ მისი საქმე, რომელიც არ იქნა დროულად დარღვეული, რა თქმა უნდა, არის უკვე უგულისყურობა და უფლების ხელყოფა, მოდით ესე ვთქვათ. მე კიდევ ერთს ვიტყვი, იცით, რომ მე ვფიქრობ, რომ გარდა მოსამართლეთა ოდენობისა და რა თქმა უნდა სასამართლოს აპარატი ბატონო გივი რაც ბრძანეთ, იმიტომ რომ მოდით ესე ვთქვათ, რომ მოსამართლეს ასევე სჭირდება თუნდაც ის დამხმარე პირები, ის თანაშემწეები, რომლებიც არიან კვალიფიციური იურისტები, რომლებიც თუნდაც აღწერილობით ნაწილს მოამზადებენ, ხო? და გადაწყვეტილების რაღაც პროექტებზე იმუშავებენ. ეხლა ეს ყველა მოსამართლე ინდივიდუალურად თვითონ მუშაობს რაღაც საკითხებზე, რაღაცნაირად აქ გადანაწილებული ეს ფუნქციები თანაშემწეებს შორის და ასე შემდეგ, მაგრამ ეს რესურსიც არ არის საკმარისი. მე მაგალითად ასევე მიმაჩნია, რომ დღესდღეობით შრომის სამართლებრივ დავებზე
სრულიად არის შესაძლებელი, რომ ორი ინსტანციის სასამართლოში დასრულდეს დავები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს სამოქალაქო პალატას, ასევე ქვემდგომი ინსტანციის მოსამართლეებს, რომლებიც ყოველთვის ფიქრობენ, რომ კიდევ რაღაც ახალი ეძებონ, მოიძიონ, შეისწავლონ და ნახეთ რა არის, შრომით სამართლებრივი დავების მიზანი ხო ის არის, რომ დროულად გავარკვიოთ, თუ კი დასაქმებულის უფლებაა ხელყოფილი დროულად დავიცვათ, თუ კი დამსაქმებლის უფლებას არაფერი ემუქრება და მას არაფერი ბოროტად არ გამოუყენებია თავისი უფლება, ამ ხრივ ასე ვთქვათ მეწარმეობის განვითარებაც არ შევაფერხოთ, თუმცა ეს წლობით გაჭიანურებული დავები, რა თქმა უნდა, ძალიან ძიმეა ორივე მხარისთვის. მე ვფიქრობ, დღეს ისეთი განმარტებებია, ასე ვთქვათ, უზენაეს სასამართლოს პრაქტიკაში, რომ თავისუფლად გვაძლევს შესაძლებლობას და კონსტიტუციურად ჩვენ რა გვიწერია, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში შეიძლება სპეციალიზებული სასამართლო შეიქმნას, ხომ? და რატომ არ შეიძლება იყოს ეს შრომით სამართლებრივი დავების სასამართლო, სადაც უკვე ის მოსამართლეები და გნებავთ კიდევ სხვა, ასე ვთქვათ, ახალი ადამიანური რესურსი დაემატება, რომელიც თავის პროფესიონალიზმით და ცოდნით თავს არ დაზოგავს და თითოეულ კომპონენტზე იმსჯელებს. იცით რა, მიუხედავად იმის, რომ ბევრი რამ არის ნათქვამი შრომის სამართალზე, სასამართლო განმარტებების კუთხით, ეს არის ამოუწურავი დარგი. მაგრამ მოდით ესე ვთქვათ, აუცილებელი არის, რომ მოსამართლეს შეეძლოს ისეთ ნუანსებზე იფიქროს, რომელიც წაადგება არა მხოლოდ კონკრეტულ პირთა უფლებების დაცვას, არამედ სახელმწიფო პოლიტიკასაც წარმოაჩენს, თუნდაც ამ კუთხით, რომ შრომის სასამართლოს არსებობის გზით, როგორ არის ეს ბალანსი დაცული და დროული მართლმსაჯულება რა შედეგებს ავლენს. ეს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ერთ კომენტარს გავაკეთებ, ზუსტად ხარისხზე მიდის აქ საუბარი, როდესაც ბევრი საქმე არის სასამართლოს შესაბამისად, მართლმსაჯულების ხარისხი აღარ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. თუნდაც ჩვენი პრაქტიკიდან და პირადად ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, პირველ ინსტანციის სასამართლოებში ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც მიმიღია განჩინება და ამ განჩინებაში ისეთი არსებითი დარღვევებია თვითონ სასამართლოს მხრიდან, თუნდაც ფაქტობრივი, თუნდაც სამართლებრივი, ელემენტარულად, როდესაც თქვენ ახსენეთ პროექტის მომზადება, ყოფილა შემთხვევა სულ სხვა პროექტი ყოფილა მე ვიყავი ადვოკატი და გულის ტკივილით მახსოვს სულ სხვა რაღაცა წერია იმ ჩემს განჩინებაში და იმ ჩემს კონკრეტულ საქმეში და ეს მე ისევ ახლიდან უნდა მიმართოს სასამართლოს, ეს უნდა გასწორდეს და ბუნებრივია ეს ყველაფერი საბოლოოდ მართლმსაჯულების დობაზეც აისახება და შემდეგი კითხვაც სწორედ ამ ბოდიში ერთს ვიტყვი ბატონო გივი ეს რო არ თქვა რაღაცნაირად ეხა თქვენმა ამ არაჩვეულებრივმა და სწორმა პოზიციამ ძალიან არაპოპულარულ რამეს ვიტყვი ოღონდ პირდაპირ გეუბნებით და ვიცი რომ განსაკუთრებით ადვოკატებს არ მოეწონებათ მაგრამ უნდა ვთქვა მე ვფიქრობ რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის 6 თვიანი ვადა ყველა კატეგორიის საქმებზე არ არის უბრალოდ, ასე ვთქვათ, ობიექტურად შესაძლებელი თუ ჩვენ ხარისხიან მართლმსაჯულებაზე ვსაუბრობთ. მაპატიეთ რომ შეგაწყობინეთ კითხვის დასმა არ დაივიწყებთ ალბათ კითხოს, მაგრამ ნახეთ რა მინდა დაგანახოთ. არის საქმეები, სადაც იმხელა კვლევა უნდა ჩაატაროს მოსამართლემ. იმხელა კვლევა. რაოდენ, ასე ვთქვათ, დიდი დახმარებაც არ უნდა გაგიწიოს თანაშემწემ. არ ვიცი, შეიძლება ნაკლია ჩემი თუ რაღაც. მე თუ კონკრეტულად არ წავიკითხე რაღაც ის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება თუ პრეცედენტი თუ ასე შემდეგ, ხო? ძალიან გამიჭირდება რომ მივუსადაგო გამოყენებადია, არ არის გამოყენებადი. არის საკითხები, რომელზეც ძალიან სერიოზული ფიქრია საჭირო. ოღონდ ეს ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ თუ კი სხვა საქმეზე ნაკლებად ფიქრობს მოსამართლე, არის გარკვეული კატეგორიის საქმეები, რომელსაც მომზადებას საერთოდ სხვა სჭირდება. ეხლა იცით რა, ჩვენ ამას წინ გქონდა სამეწარმეო სამართალში გავმარტეთ მაგალითად კომერციული შანსის დოქტრინა, რას ნიშნავს და კომერციული შანსის მითვისება, ხო? ამისთვის ძალიან დიდი შრომა ჩატარდა, რაც ბუნებრივია ასეც უნდა იყოს, ხო? მაგრამ იცით რა მინდა გითხრათ, რომ ამ კვლევის გარეშე შეიძლება შენ რაღაც ეტაპზე ერთი რო ხარისხიანი გადაწყვეტილება არ იყოს და კვლევა თუ არ ჩაატარე, კიდევ შეიძლება რა იყოს, იცით, ისიც კი შეგეშალოს, რომ დასაშვები იყო კონკრეტული საქმე. და ასე დაინახე, რომ ვერ გადალახა ეს ბარიერი. და ეს არის ძალიან ძიმე შედეგი პირდაპირ გეტყვით. ხელოვნური ინტელექტი ხო არ არის გამოსავალი ასეთ სიტუაციაში რომ დაგვეხმაროს. მე ვფიქრობ, რომ ბატონო ბიძინა, ეს არის არაჩვეულებრივი გამოსავალი.
ან ბატონკივის იმედი არ დავავიწყე ის შეკითხვა, მაგრამ იცით რა არის? აი ხა მოდი თქვათ. ალიმენტის საქმე. ავიღოთ, ხო? ალიმენტ ვალდებული პირები. ალიმენტის საქმეს მხარე ვერ წააგებს. ხო? ეს კანონისმიერი ვალდებულების გარდა არის ზნეობრივი ვალდებულება. ვადამოსული მოთხოვნა სადაც არის დაუშვათ, ხო? სესხიდან გამომდინარე. და ვთქვათ, რომ იქ არ არის დაუშვათ ისეთი ასე ვთქვათ, ცოტა კომპლექსური საკითხები, რომ გართულებულ შემთხვევებს გულისხმობთ, რომ სანივთობი, რომ ნული უზრუნველყოფის საშუალებები და კიდევ სხვადასხვა საკითხები. ხო, აი სტანდარტული ნახეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ან თუნდაც სხვა საფინანსო ინსტიტუტები ვადაგადაცილებაში არის. სესხი ვალდებულება უნდა შესრულდეს. მოდით ესე ვთქვათ, რომ სასამართლოს პრაქტიკა ყველა მიცის. პირგასამტეხლო შეამცირებს სასამართლო. ოღონდ პირგასამტეხლო აუცილებლად უნდა იყოს მოპასუხი შედავების საფუძველზე საკუთარი ინიციატივით, აი ეს დისკრეციული უფლებამოსილება, ბატონო, გივი კიდე რო რაღაც უკავშირები გავაკეთოთ, მე ვერაფრით ვერ ჩავერევი. თუ კი მხარი არ შეედავა, გამოდის რომ მე დავეხმარები, ხო მხარეს. მაგრამ თუ შეედავა და მოდი თქვათ, რომ ამის ფორმულები რა არის ხელოვნური ინტელექტი? გენერირებული, სერტიფიცირებულ წყაროებზე, ასე ვთქვათ, დაფუძნებული დიდი ოდენობის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოგცემს საშუალებას, რომ მოსამართლე გამოვათავისუფლოთ და მართლმსაჯულებაც იყოს დროული. ბევრი საქმე შემიძლია კიდე ესე ჩამოგითვალოთ. სხვა საკითხები ავიღოთ პირგასამტეხლოები. ხო, აი რაღაც ვალდებულება არ შესრულდა, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს. ჯერ კიდევ როდის 2015 წელს განმარტეთ, რომ შეუსრულებელი ვალდებულებიდან უნდა აითვალოს და არა მთლიანად და მაგალითად მილიონიანი ღირებულების კონტრაქტია და ცოტა ესე დრამატულად თქვათ, რომ 999,000 ვალდებულება პირმაში ასულა და მაინც პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს მხარე, ასე ვთქვათ, მთლიანიდან. სასამართლომ თქვა, საკასაციო სასამართლომ რომ არა, ეს არ პასუხობს პირგასამტეხლოს მისას. პირგასამტეხლო ხო სანქციის მქონე ინსტრუმენტია და მოკლედ ვიცით მისი ფუნქცია როგორიც არის. ამიტომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჩვენ შიშით კი არ უნდა შევხედოთ, როგორც მოსამართლის დამხმარე ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ და ერთს გეტყვით რა, მე მაინც მინდა, მე როგორც მოსამართლე ავერაული ამას გვერდს, ერთი წუთით თქვენ წარმოვიდგინოთ, ჩვენ ხო იურისტები ვართ, ჩვენი საქმე ხო როგორია, აი რა ვიცი, ვისაც უყვარს თავის საქმე, მე მგონი მთელი ძალიან ცოცხალი, მე შემოქმედებითია თქო ვიძახი და რა ვიცი, მართლა მთელი სერიოზულობით ვამბობ, რომ ძალიან შემოქმედებითია. მოდით რა, მოსამართლეს, რომელსაც აწერია 1500 საქმე. აი ეს მარტო ვადაგადაცილებულ სესხებს. იმის мотиваცია და სხვა მოსამართლის мотиваცია როგორც პროფესიონალის, რომ აი ერთი სული მაქვს ხოლმე კარგ გადაწყვეტილებაზე რომ უნდა ვიმუშაო. ყველა გადაწყვეტილება კარგს რას გულისხმობ, იცით, აი მნიშვნელოვანი განმარტებები როა და ასე შემდეგ. თუნდაც იმ დაუშვებლობაზე, ბატონო გივი, აი თქვენ რო ახსენეთ, ხო? ჩვენ მქონდა შემთხვევა დაზღვევაზე იყო საუბარი და 4 პრეცედენტი მოგვიტანა ადვოკატმა, 4 განჩინება უზენაესის. დაუშვებელი იყო ქვემდგომ ინსტანციებს ყველა კომპონენტი სწორად ჰქონდათ შეფასებული, მაგრამ 4-ვე შემთხვევა რითი განსხვავდებოდა ეს ვუპასუხეთ, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ბოლომდე მოდის, პირი ბოლომდე იბრძვის თავისუფლების დასაცავად, თუნდაც დაუშვებლობის ეტაპზე მან უნდა მიიღოს პასუხი, რატომ ვერ გადალახე ეს ბარიერი და მე რა მინდა იცით დაგანახოთ, რომ თუ ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს გამოვიყენებთ მოსამართლის დამხმარე, მართლმსაჯულების დამხმარე ინსტრუმენტად, ეს იქნება განუზომლად დიდი წვლილი დრო მართლმსაჯულებაში მათ შორის და მე მაინც ვამბობ იმას, რომ მოსამართლეების мотиваცია, პროფესიონალების, რომელთაც უნდათ, რომ აი მნიშვნელოვან საკითხებთან კონდეთ ხო შეხება. მოდით ვთქვათ, რომ ვერ იქნება ერთნაირი. ვერ იქნება ერთნაირი. აი შრომის სამართლებრივი დავარი ამოუწურავი, რაც არ უნდა თქვათ, რომ უამრავი რაღაცაა ხო განმარტებული. არის პატარა ნიუანსი, რომელმაც შეიძლება უცებ მოსამართლეს უბიძგოს და ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთოს. ახლა ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით წეღანას ვქვიმე, ხო? ჩვენ არაერთხელ რამდენიმე ყველა ინსტანციის მოსამართლეს კონკრეტულად აი ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით ქონია მსჯელობა და ერთი არა არის გადაწყვეტილება და იმის მიღმა რამდენად დიდ სამუშაოს ატარებს მოსამართლე, იმიტომ კი არა რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა, მაგრამ მოსამართლეს ფიქრის განსჯის დრო უნდა ქონდეს და მას мотиваციაც უნდა ჰქონდეს.
მე ესე ვხედავ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. ჩვენც გეთანხმებით. გოდიში შეგაფერხეთ თქვენს კითხვაში. არა, როგორ კითხვაში. გეკადრებთ. ყველა სტუმარს ვცდილობთ დაუსვათ შეკითხვა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბუნებრივია შემოვიდა ეს სამყაროში, ჩვენც ვითარდებით. ოფიციალურად სტრასბურგში მიღებული არის მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიის მიერ 2018 წელს ჯერ კიდევ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკური პრინციპები. და ეს უკვე ნიშნავს და ბევრი ქვეყანა ამას უკვე იყენებს. აი ამერიკაში ჩატარდა არაჩვეულებრივი კვლევა ჯერ კიდევ მგონი 2010 წელია ექსტრაორდინალური ფაქტორები სასამართლოში. სადაც რა დადგინდა, იცით რომ მოსამართლე, ადამიანი მოსამართლე, როდესაც იხილავდა პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებებს, დღის პირველ ნახევარში მისი გადაწყვეტილებები უფრო ულმობიერი იყო, ვიდრე დღის მეორე ნახევარში. და მე აღმოჩნდა, ოღონდ როგორ გაიყო, იცით ეს დღე, დავუშვათ დილის 9-დან პირველ საათამდე დღის მეორე ნახევარი არა მაპატიეთ, აი პირველი ნახევარი ორ ნაწილად დავყოთ. დილის პერიოდი. შემდგომ შესვენების გამო შემდეგ იგივე აღმოჩნდა, იგივე მაჩვენებელი დაიწყო უფრო ულმობიერი გადაწყვეტილებები და შემდგომ უფრო ეს ნუ კიდევ ბევრი კომპონენტი შეფასდა, მე ხა ძალიან მოკლედ რო ვთქვა და დადგინდა სწორედ ის, რომ ეს არის ის რუტინა, სადაც მოსამართლეც ადამიანია და გადაიღალა, მაგრამ მე ეს გადაღლა ზოგჯერ უპატიებელი შეიძლება იყოს კონკრეტული პირის უფლების მიმართ და ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დაახმარეთ გამოვიყენოთ ახლა ალბათ სისხლის მოსამართლეები იმ ნაწილში ხო ბევრად უკეთესად დაასაბუთებენ, სად შეიძლება დამხმარე ინსტრუმენტად დავინახოთ ჩვენ ხელოვნური ინტელექტი. როგორ შეიცვალა ბოლო პერიოდში სასამართლოს დამოუკიდებლობა, მოსამართლისადმი საზოგადოების ნდობა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასამართლო იყოს ხალხისთვის, პირებისთვის, მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტური და სანდო წყარო. კიდევ ერთი ძალიან რთული შეკითხვა. ვიცი, მაგრამ ხო, იცით ეს ისიც როგორი შეკითხვა არის, რომელიც მე მგონი საზოგადოების ყველა წევრს ძალიან გვაწუხებს, გვაფიქრებს და რა თქმა უნდა, მოდით რა ვთქვათ, რომ როგორი გვინდა ჩვენ იყოს სასამართლო ხელისუფლება. აი ყველამ ვთქვათ, ხო? როგორი გვინდა? ძალიან ძლიერი. იმიტომ რომ სახელისუფლებო ტრიადაში სასამართლო ხელისუფლებას აქვს ისეთი ფუნქცია და როლი, რომელიც ასე ვთქვათ, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არის ფუნდამენტი. პირდაპირ მას უმისნებს. თითოეული მოსამართლის როლს აქვს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ ჩვენ ვერაფრით ვერ წარმოვიდგენთ ნებისმიერ ხელისუფლებას, ნებისმიერ ინსტიტუციას ადამიანების გარეშე, ხო? თვით საწარმოს მართვასაც რო არის ლაპარაკი, საწარმო კი არის, ასე ვთქვათ, წარმონაქმნი იურიდიული პირი, ორგანიზაციულ სამართლებრივი წყობით მოწყობილი, მაგრამ იქ ადამიანები ღებულობენ გადაწყვეტილებას, ხო, მმართველი ორგანოების სახით. ამიტომ მოსამართლეთა გარეშე წარმოუდგენელია ჩვენ ვილაპარაკოთ დამოუკიდებელ სასამართლოზე. მე იცით რა ძალიან დიდი შრომაა ჩადებული წლების მანძილზე მოსამართლეთა მიერ და არის ისეთი რაღაცები, რასაც შეიძლება ესე საზოგადოდ არ გამოდის და მოდით ვთქვათ, რომ მე მაგალითად ვიცი, რომ პირველი რეფორმა რო დაიწყო, შემდგომ ორიგი ეტაპები რო იყო, უამრავი საქმეთა დიდი ნაკადები რო იყო, მაგალითად იყვნენ მოსამართლეები, რომელთაც წარმოიდგინეთ საკუთარი ხელფასთან იქირავეს დიღომში, ბინა, რომ ღამეს იქათენებდნენ, რომ რაღაც ეს ნაკადი ამოეწურათ. ბევრი არის ესეთი მაგალითი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პრობლემები და გამოწვევები არ გვაქვს. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ კანონზე მეტად საკანონმდებლო რეგლამენტაცია რაც არის, შეიძლება აღსრულების მექანიზმი და რეალობა ხოლმე უფრო მეტად შეუსაბამო. ამიტომ ჩვენ რაც არ უნდა კარგი კანონმდებლობა გქონდეს, ხო? თუ კი მოსამართლე თვითონ გულისხმიერად, თავდადებით და ბრძოლით იმისთვის, რომ იფიქროს კანონიერების და სამართლიანობის ჰარმონიაზე მაქსიმალურად სადაც შეიძლება. მე მაინც ესე მგონი, რა ვქნა, იცით, აი 13 წელი ვიყავი საჯარო მოსამსახურე, სხვადასხვა, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო სფეროში გარკვეული ხელმძღვანელი პოზიციებიც მეკავა. ვიყავი 9 წელი ადვოკატი, 10 წელია მოსამართლე ვარ. მე მაინც მგონია, რომ ადამიანის გარეშე და რეალურად, ხო,
შენ ხარ შენი თავის პატრონი და შენ როგორ გადაწყოთ მე სულ ვამბობ რომ მე სწავლობ თუ არა საქმე შევისწავლი თუ არა და როგორ ვამუშავებ შეიძლება ამას მაინც და მაინც ვერ ხედავს ხარი მაგრამ მან გადაწყვეტილებაში მაინც უნდა დაინახოს თუნდაც იმ დაუშვებლობის განჩინებაში რომ მის თავარ არგუმენტს უპასუხე ეს არის ხო მოსამართლე მუშაობს თავის ოთახში და მეორეა სასამართლო დარბაზში იმის გათვალისწინებით რომ საკასაციო სასამართლოს კანონმდებლობით არ აქვს ვალდებულება რომ ასე ვთქვათ ხშირად ჩაადაროს ზეპირი მოსმენები თუმცა მე მაგალითად ვიტყვი რომ ბოლო 10 წლის მანძილზე რადიკალურად არის შეცვლილი გულწრფელად ვამბობ ხა შეიძლება ცოტა უხერხულად გამოდის ჩემგარო რადგან მე ვარ მოსამართლე მაგრამ მე ადვოკატი რო ვიყავი პირდაპირ ვიტყვი მე ბოლო ინსტანციის სამართალწარმოებას არასდროს არ ვთვლიდი რომ ანუ რაღაცა ეტაპად დიდი ბოდიშის მოხდით ვამბობ, მაგრამ ყველაფერი დაუშვებელი იყო. აბსოლუტურად ყველაფერი დაუშვებელი იყო და ეხლა პირიქით აქვთ, ხო, ადვოკატებს და მე მიხარია, რომ მეც ვარ მონაწილე, როგორც მოსამართლე, რომლის, ასე ვთქვათ, საქმიანობიდან გამომდინარე საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ გადალახავს დასაშვებობას. ან აი ვერ გადალახა, ხო, მაგრამ ერთხელ ბევრჯერ ყოფილა გავაკეთეთ კიდე განმარტებები, სადაც ადვოკატმა დარეკა, დაუშვებლად დარჩა ის და თანაშემწე შემოვიდა ძალიან შეწუხებული, რომ უცებო ისე შემეშინდაო მიყვება, რომ მადლობას მიხდიცო და ვეუბნებიო დაუშვებლობის სარეზოლუციო წაკიკითხეთ. ხო, მაგრამ ის რა ქვიაო, მე ვხვდებიო ხა რა არისო და მე განჩინება რომ ჩაიბერო. აქ არისო ჩემთვის მნიშვნელოვანი განმარტებები. დიახ, იმიტომ რომ ჩვენ იურისტებმა ვიცით, ხო? რომ ზოგჯერ თვითონ ფაქტები არ გვაძლევს იმის საშუალებას, მაგრამ სხვა საქმეზე მე იმ განმარტებას გამოვიყენებ. ამიტომ მე ადამიანური ფაქტორის გარეშე ვერ ხედავ, იცით, რამდენი ტალღაც არ უნდა ჩავატაროთ. მოდით ესე ვთქვათ სასამართლო რეფორმის, თუმცა ესეც არ არის უნიშნელო, ხომ? მოდით რა გადაწყვეტილების მიმართ ზოგადად სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის მიმართ თუ კი საზოგადოების მხრიდან რაღაც სოლიდარობა და ნდობა არ გამოიკვეთა მაშინ უნდა ვიფიქროთ რომ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი დემოკრატიულ სახელმწიფოებში სადაც ეს სახელისუფლებო ტრიადაში ძალიან ძლიერია სასამართლო ხელისუფლება იქაც დიდი გამოწვევებია ბუნებრივია მაგრამ ჩვენ ხო ახალგაზრდა დემოკრატიის გზაზე ვართ ძირძველი ქვეყანა მაგრამ ახალგაზრდა ხო მაგრამ მე არასოდეს დავეთანხმები იმას რომ არაფერი არ შეცვლილა. უამრავი ძალიან კარგი გადაწყვეტილება და რა ვიცი ხა სისხლის სამართლის სფეროში შემიძლია გითხრათ რომ მე რო ადვოკატი ვიყავი და ჩემს კოლეგა სისხლის მიმართულების ადვოკატებს ვუსმენდი მათი ძირითადი საზრუნავი ბჭყალებში ის იყო რომ ჩრდილოვანად პროკურატურაში როგორ მიეღწიათ საპროცესო გარიგებისთვის და სხვათა შორის კიდე რას ამბობდნენ ხოლმე რომ აი რა კარგია რომ შენ ხარ სამოქალაქოს მიმართულების ადვოკატი იმიტომ რომ მოვიდოდი რაღაც იმით რომ აი დღეს ესე იყო ისე თუმცა ნამდვილად ვიტყვი რომ სამწუხაროდ იქ სადაც ინტერესის მქონე საქმეები იყო მავანთა რა თქმა უნდა იქ ვეღებულობდით ამ შედეგებს ამიტომ როდესაც არის მაღალი საჯარო ინტერესის საქმეები ხო სხვადასხვა ნიშნით ასე ვთქვათ მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეები ეს ყოველთვის გამოწვევა სასამართლოსთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი იმ სასამართლო დარბაზში, სადაც მოსამართლე იხილავს, მან მინიმუმის ნდობა უნდა მოიპოვოს, რომ თანასწორი გარემო შეუქმნას მხარეებს და ესეთ დროს რეზონანსული საქმეების დროს განსაკუთრებით, აი როგორ უნდა კონდეს მოსამართლეს საზოგადოებასთან კომუნიკაცია თუ საერთოდ არ არის ამის საჭიროება თქვენი აზრით? იცით რა არის პრესპიკერი მოსამართლეების, სპიკერი უпроსტად მოსამართლეების როლი ძალიან კარგად არის აპრობირებული. რამდენჯერმე ჩვენთანაც იყო მცდელობა თითქოს მომზადენ სპიკერი მოსამართლეები. რა თქმა უნდა პრესამსახურებიც გარკვეულ როლს ასრულებენ. მე მაგალითად გერმანიაში ბავარიის მხარეს კონკრეტულად აპელაციის მოსამართლეს, ანუ რომელიც იყო იმავდროულად პალატის სამოქალაქო პალატის თავმჯდომარე, შევხვდი და მან თქვა რომ მე ვარ სპიკერი მოსამართლე და თქვა რომ მე 70%-ის ოდენობით ვიხილავ საქმეებს, იმიტომ რომ 30% მჭირდება რომ აი როგორც სპიკერმა მოსამართლემ შევასრულო ფუნქცია და გამიჩნდა კითხვა რომ ანუ ამდენად დიდია მეთქი მოთხოვნა არაო
არა, ჩვენთან ასეთი დიდი მოთხოვნა არ არის, რომ მე ყოველჯერზე განცხადებები ვაკეთო, მაგრამ ეს იმდენად ესე ვთქვათ, დეტალურ და ზედმიწევნით გულისხმიერ თავდადებულ მუშაობას მოითხოვსო იმ მოსამართლესთან ერთად, ვისი საქმეც არის, ასე ვთქვათ, რაღაცა ნიშნით საყურადღებო ხო საზოგადოებისთვის, რომ მე არაფერი არ უნდა შემეშალოს, როცა საზოგადოებას ვაწვდი ინფორმაციას. თან დობის ხარისხად რა თქმა უნდა ეს ზრდის. თუმცა სხვა ფორმატებიც არის ბატონო ბიძინა. აი ხა ეს ფორმატი. ხო? ხა რა თქმა უნდა ის ადამიანები რომელთაც თუნდაც ჩემი მონაწილეობით ან ჩემი მოხსენებელი მოსამართლეობით ვერ მიიღეს ის შედეგები არ ვიცი ალბათ ნდობით და არ იქნებიან გამსჭვალული და უკმაყოფილოც არიან შედეგით მაგრამ ნახეთ რა არის ზოგადად სხვადასხვა ფორმატებით მოსამართლეთა მონაწილეობა ხო თუნდაც არსებულ სასამართლო პრაქტიკაზე მსჯელობა მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და არა მარტო იურიდიული სფეროსთვის აი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი მოსამართლე ადამიანია ხო უნდა დავინახოთ ერთ-ერთ ტრენინგი ჩავატარე ნუ ბევრი წლის წინ 8 წლის წინ და მეუბნები რა კარგია დავწუნდით რომ მოსამართლეც ადამიანია ხო იმიტომ რომ იცით რაღაცა ტრადიციული რაღაცა იმიჯი რომ აი მოსამართლე მე სულ ვიძახე ერთხელ სტუდენტებმა მკითხეს რომ აი რამდენჯერ გამოგიყენებიათ ჩაქუჩი და რამდენჯერ გაგიძევებიათ ადამიანი არასოდეს იმიტომ ეს არ არის ჩემი ძლიერება და ჩემი ასე ვთქვათ თავარი მანდატი ხო იცით რა არის აი როგორც რა ვიცი როგორც გინდათ აი წარმოგიდგეთ გადაწყვეტილებას ვაცხადებ საქართველოს სახელით არც მე ეხლაც კი არ შემიძლია რაღაცნაირი არის იცით ეს მე ვაცხადებ ამ გადაწყვეტილებას თითოეული ჩვენგანის სახელით ჩემი შვილების სახელით მათი მეგობრების, ჩემი ოჯახის წევრების სახელით. სხვათა შორის თვითონ ადვოკატი რო ვიყავი, ხო? ადვოკატებს ხო ესე გვაქვს, ვიწერ ხუმრობ, ყური გვაქვს გავარჯიშებული, რომ გააჩნია, ნუ ხა პირველ ინსტანციაში გადაწყვეტილება, მაგრამ მეორე ეტაპზე იმის მიხედვით რა შედეგი გვინდა განჩინება თუ გადაწყვეტილება როგორია და მე სულ მეგონა ხოლმე რომ ჩემი გულის ბაგაბუგი ესმოდა მოსამართლეს გულისხმობ როგორია განცდა და იმ დარბაზში რომელშიც მეშვიდე დარბაზში უზენაეს სასამართლოში სადაც სამოქალაქო სამართალწარმოების საქმეებს ვატარებდა სადაც თვითონ ეხლავს ივარ სადაც სულ ორჯერ წარმოიდგინეთ 9 წლიანი პრაქტიკის მანძილზე ორჯერ ვიყავი უზენაეს სასამართლოში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ყველაფერი ხო დაუშვებელი იყო აი არ მინდა რომ დამავიწყდეს ეს განცდა როგორც ადვოკატის რა იყო და ძალიან კარგად მესმის ხოლმე რომ გულის ბაგაბუგი კი არ მესმის მაგრამ ვიცი როგორია მათი განცდა ამიტომ მაგალითად როდესაც ვაცხადებთ გადაწყვეტილებას თუ კი ერთი მხარე მაინც არის გამოცხადებული დარბაზში აუცილებლად განუმარტავთ როგორ მივიდა სასამართლო ამ გადაწყვეტილებამდე მე ვფიქრობ ესეც მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ხარე მერე კი არ უნდა დაინახოს რაღაცა მოიფიქრა სასამართლო მაგრამ უნდა დაინახოს რა პროცედურა გაიარა მისმა საქმემ რომელ ფაქტობრივ გარემოებებს მიაქცია სასამართლომ ყურადღება რას უპასუხა რას არ უპასუხა ერთხელ დაბრუნების განჩინება ქონდა რთული და კომპლექსური და მნიშვნელოვანი საკითხი იყო მერე რომ ნახეთ ქრონომ ნუ ავტომატურად იწერება ჩვენ არასდროს არ ვთიშავთ მათ შორის ხდომის დივანი არასდროს არ თიშავს არც მორიგების დროს სხვათა შორის როდესაც მიდის მორიგებაზე საუბარი უზენაეს სასამართლოში 40 წუთი ვაკეთებდი განმარტებას და რო ვთქვი რომ მე მოტივირებულ განჩინებაში ხარებმა კი რა თქმა უნდა ერთი უკმაყოფილო იყო რომ დავაბრუნეთ მაგრამ თქვენ მეტი რაღა უნდა დაწეროთ ლექცია ჩაგიტარებიოთ იმ საქმეზე მაგრამ არ იცით ბატონო კი ეს იყო თვითონ მნიშვნელოვანი საკითხები მე არ მინდა რომ ვინმე მფიქროს რომ სხვა საკითხი მნიშვნელოვანია უბრალოდ სამართლებრივად ზოგჯერ არის ისეთი საკითხი ზოგჯერ არის შეიძლება ის იყოს 10 წუთიანი განმარტება მაგრამ ყველაფერი ძირითადი უთხრა შენ მხარეს ხო ამიტომ მე ძალიან მოხარული ვარ და ვიტყვი იმას რომ და მიხარია რომ მეც ვარ ამ პროცესის მონაწილე რომ უზენაესმა სასამართლომ გახსნა კარები 2014-15 წლებში ძალიან ბევრი ზეპირი მოსმენა ტარდება და წეღან უცებ საუბარი გადამევიდა აი თუ საპროცესო ზრუნავდნენ ჩემი კოლეგების სისხლში ხო რა ვიცი ხა დღე ერთია და 10 ადვოკატი მაინც წერს სულ მცირე ისიც ვინც მე მყავს მეგობრებში რომ გამამართლებელი მე მიხარია იმიტომ რომ ის ოფიციალური სტატისტიკა 001 გამამართლებელი ასე ვთქვათ როგორც იცი შეიძლება 10%-ამდე არის ეს სტატისტიკა თუმცა ნახეთ რა არის ასევე მე ადრე ერთ კვლევას დავესწარი ჯერ კიდევ არ ვიყავი მოსამართლე და აი იცით რა არის არ არის უკვე საზოგადოებისთვის ეს სანდო
აღარ მინდა რაღაც ახლა პოლიტიკური კონტექსტი არ გვინდა მიცეთ მით უმეტეს მე მოსამართლე ვარ, მაგრამ წლების კვლევა იყო ჩატარებული და ასეთი იყო შედეგი, რომ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეებზე ხა წლებში არ ვწდები ნამდვილად 2010-11 წლებში პროკურატურის ყველა შუამდგომლობა ან სახელმწიფო წარმომადგენლის ყველა შუამდგომლობა იყო დაკმაყოფილებული და ადვოკატის ყველა უარყოფილი. და მერე იყო შედარება 2013-14 წლებზე და იქ შეიცვალა რაღაც 30-55%. ხო არის არადამაჯერებელი. ანუ როგორ შეიძლება რომ ერთხელაც კი ადვოკატმა სწორი ამდენი არაჩვეულებრივი პროფესიონალი ადვოკატი ყავს. მე ხო ვამბობ რომ ჩვენ ყავს ისეთი ადვოკატები, სადაც აი ბევრჯერ გვითქვამს მოსამართლემ, რა კარგი იყო დღევანდელი სხდომა, იმიტომ რომ ეს ჩვენთვისაც მსჯელობის და ისეთი ასპარეზია პროფესიული, სადაც მუშაობთ და ეს არის პასუხისმგებლობა და იმავდროულად ის დიდი შრომა, რომელიც მართლმსაჯულების მონაწილე პირებთან ერთად გავწიეთ. ერთი მინდა აღვნიშნო, აი თქვენ საუბრობდით აი ამ შრომაზე. მინდა გავიხსენო ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც უზენაისმა სასამართლომ შემადგენლობამ დაგვინიშნა ზეპირი მოსმენა. და როდესაც ამ ზეპირ მოსმენაზე მოსამართლე სვამდა დამაზუსტებელ შეკითხვებს და ასე დავიწყეთ ჩვენ საქმის გამოკვლევა, გაოცებული დავრჩი იმ თვალსაზრისით, თუ რა კარგად ქონდა მოსამართლეს შესწავლილი საქმე, იმიტომ რომ მე ამ საქმეში პირველი ინსტანციიდან მოვდიოდი და ბუნებრივია მთელი საქმე ვიცოდი კარგად. მაგრამ აი ეგ განცდა და მეუფლა მეც რაც თქვენ ახსენეთ, რომ ვისი ამოვნი ამ პროცესით იმ თვალსაზრისით, რომ დავრწმუნდი რომ ეს საქმე უბრალოდ არ განუხილია სასამართლოს, არამედ სასამართლომ ყველა მნიშვნელოვანი ნიუანსი და დეტალი ჩვენთან ერთად ორივე მხარეს გულისხმობ გაიარა და ასე მიიღო გადაწყვეტილება და ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი განცდა როგორც ადვოკატისთვის და ძალიან დიდი პატივისცემა მოსამართლეებისთვის, რომლებმაც ეს შრომა გასწიეს და აპარატისთვის ბუნებრივია და მივიდნენ გადაწყვეტილებამდე. არ ვამბობ მხოლოდ იმიტომ რომ თქვა ჩემს სასარგებლოდ მიიღეს გადაწყვეტილება. მე ძალიან კარგად მესმის პროფესიონალი ამას ასე არ უყურებს კი. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ამ გარემოებას დაუკავშირებ ჩემს შემდეგ შეკითხვას. თქვენ როდის და როგორ გრძნობთ როგორც პროფესიონალი მოსამართლე, რომ მართლმსაჯულება სრულად განხორციელდა? და როდესაც თქვენ ხართ კმაყოფილი თქვენი შედეგით. აი ეს ადამიანურ ფაქტორზე მიმული შეკითხვაც არის. ნამდვილად ადამიანურ ფაქტორზე მიმული შეკითხვაა და ამის ალბათ სხვადასხვა ვერსია მახსოვს, ხო? აი მართლა გეტყვით რომ პირველი მოსამართლემ არ შეიძლება მიიღოს პოპულარული გადაწყვეტილება, ხონთ ეს ჩემი პოზიცია. პოპულარული გადაწყვეტილება, ანუ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეზეც ძალიან საინტერესო თოქ-შოუები იმართებოდეს, ძალიან საპატივცემულო ადვოკატების თუ აკადემიური წრის წარმომადგენლებით, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეში არსებული მტკიცებულებებით. ნახეთ, აი ეს შინაგანი რწმენა, რო გვიწერია ჩვენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, ხომ? დააზღვია კანონმდებელმა, რომ ეს მარტო სუბიექტური ფაქტორი არ შეიძლება იყოს. ის პირველ რიგში კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობას ეფუძნება, შეჯიბრებითობას ეფუძნება, მაგრამ აი წეღა რომ ვამბობდი, რითაც დავიწყეთ, რომ აი ფაქტებში ამოკითხვა ეს კეთილსინდისიერება მოსამართლის და გულისხმიერად მუშაობა. მაგრამ თქვა, რომ შინაგანი რწმენა შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქმეში გამოკვლეულ მტკიცებულებებს. რატო იცით, ყოველთვის დიდია, ხო, რაღაცა თითქოს ცდუნება, რომ აი რაღაცა საზოგადოებრივი აზრით უნდა მიიღოს მოსამართლემ გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი აზრით არა. იმასაც ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, ყველა ტიპის გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, აზრი ერთნაირი ვერ იქნება. მაგრამ ნახეთ რა არის. პირველ რიგში მე ვამბობ ხოლმე, რომ ჯობს შენი იყოს შეცდომა, ვიდრე თავსმოხვეული. თუმცა რა თქმა უნდა, ეხა ეს ხატოვანი ნათქვამი იმიტომ არის, რომ ეხა შეცდომა ისეთი საკითხი, რაც პირის ფუნდამენტურ უფლებას არ ყავს შეუძლებელია. ამიტომაც არის ხო მატერიალური ნორმის განმარტებისთვის მადლობა ღმერთ ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ, რომ მოსამართლე ისჯებოდა, დისციპლინურად იდევნებოდა და ამის მაგალითები ქონდა, როცა არის ძალიან ბოროტი ინსტრუმენტი, ხო? და საერთოდ სამოსამართლო სამართალს კლავს, მაგრამ თუ კი პროცესუალურად შენ თანასწორ გარემოს არ უქმნი, ეს არის ძალიან უხეში ხელყოფა, ხო? მაგრამ რაც შეეხება აი ამ შედეგს, ჩვენ აი სხვადასხვა მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ. ქონდა შემთხვევა, სადაც ორი ინსტანცია ქონდა პირს წარმატებით დასრულებული
და როდესაც ჩვენ მოვიწვიეთ დასაშვებობის შემოწმებაზე თან-თანაშემწემ გააფრთხილა, რომ მორიგებაზეც ექნებოდა სასამართლოს შემადგენლობას საუბარი, ჩვენ მოგეხსენებათ, რომ მორიგების ეტაპზე, ამ საპროცესო ეტაპზე კანონმდებლობის გათვალისწინებით და მათ შორის სამოსამართლო ეთიკის გათვალისწინებით, მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა, რომ დავის შესაძლო სამართლებრივ შედეგებზეც კი მიუთითოს მხარეებს და ეს არ არის აზრის წინასწარ გამოთქმა. მხარემ თქვა, რომ მე არ მინდა მორიგება, ძალიან კარგად მესმის, ასე ვთქვათ, სასამართლოს განმარტება, ორივეს პროფესიონალი ადვოკატი ყავდა, აქაც იცით როგორი დელიკატურია მოსამართლის მუშაობა და ფრთხილი, რომ ადვოკატებს ჰქონდათ ეს მსგავსი პრობლემები დანახული და თქვენს გულწრფელთ, რომ ჩვენ განვმარტეთ, თუმცა ჩვენ იმით დავიწყოთ, რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ადვოკატებს ჰქონდათ ნათქვამი ეს გარკვეული რისკები, მაგრამ გარკვეულწილად სასამართლოს თავისი ხედვა უნდოდა მხარეებისთვის გაეზიარებინა და მხარემ გითხრა, რომ იცით რა, მე სრულ ნდობას ვუცხადებ სასამართლოს შემადგენლობას, რომც წავაგო, ვიცი რომ ორი ინსტანცია წარმატებული, რომც წავაგო, ჩემთვის ეს შედეგი იქნება მისაღები, იმიტომ რომ მე პრინციპულად მინდა, რომ გავიგო, ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუარი. გადაწყვეტილება შეიცვალა ამ მხარის საწინააღმდეგოდ, მაგრამ აი შეიძლება დაუჯერებლად შევდეს და მან თქვა, რომ ჩემთვის არის ყველაფერი გასაგები. ერთი ქონდა ის, რომ არ გითხრათ, არ შემიძლია. ჩვენ მოვიწვიეთ მხარები მხოლოდ მორიგების მიზნით. პირდაპირ გეტყვით, ძალიან მძიმე ფაქტობრივი გარემოებები ჰქონდა ვალდებულ პირს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე ინსტანციის იყო აბსოლუტურად კანონიერი, დასაბუთებული და ფაქტობრივი სამართლებრივად მას არანაირი ხარვეზი არ ჰქონდა, მაგრამ რაღაცნაირად ვცადეთ. და თან მხარებს რო შევატყობინა, თან შემწემ, აქ თავარი მაინც ის არის ხო, რომ ვინც იყო კრედიტორი, ასე ვთქვათ, შეიძლება მას არ სურდეს მორიგება. მობრძანდნენ. და ვალდებული პირი, რომელიც ქალბატონი იყო და ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, ოჯახური და ბევრი პრობლემა, ფაქტია, რომ ვალდებულება შესაძლებელია მაქსიმუმი გააკეთა სასამართლომ, იქ პირგასამტეხლო შეამცირა, ყველაფერი გააკეთებული, პირდაპირ გეტყვით, რომ აქ ვერაფერი შედეგი ვერ შეიძლება, მაგრამ ჩვენ მაინც იქნებ რაღაც ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, კრედიტორიც საოცრად გულისხმერი ადამიანი იყო და თქვა, რომ მე შემიძლია კიდევ გარკვეული შეღავათები გავწიო, მაგრამ ნახეთ, ამ ქალბატონს უბრალოდ არის გარკვეული, ესე ვთქვათ, გარემოებები, რის გამოც მეტ დეტალს ვერ ვიტყვი, იმდენად იცით როგორ აი მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და ისეთი გადამწვარი იყო, ასე ვიტყვი, ფსიქოლოგიურად თქვა, მე არაფერი არ მინდა. ადვოკატი არ ყავდა, მე ვკითხე, რომ თქვენ ვინც მანამდე წარმოგადგენდათ, მე ვთხარი, ნույნიც ვიღაცა ეხმარებოდა, იმიტომ რომ ძალიან მიჭირდა და ერთ-ერთი თქვენი კოლეგა გულისხმიერად ეხმარებოდა, ყველაფერი ჰქონდა გაკეთებული, რაც იმ ფაქტების საფუძველზე შეიძლებოდა და გამოუცხადეთ შესვენება და ვუთხარით, ჩავაწერინეთ, რომ აი ამ და ამ პირობებს გთავაზობთ, კიდე განაწილვადებაზე იყო და ნელ-ნელა გადახდაზე $3,000 ოდენობით ეკვივალენტის ლარზე იყო საუბარი. ხო, ვისთვის დიდი ეს თანხა, მაგრამ ამ ქალბატონისთვის მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს იქნებოდა ძალიან მძიმე. ერთდროულად დაკისრება. და გავიდა ის მივეცით საშუალება, რომ დაურეკეთ, იცით, რაღაც უცებ მოვიდა გონს, რომ იქნებ ვიღაცა, ვინც ან ოჯახის წევრი ვეუბნები და კი, იმ ადვოკატს დაურეკავო და როგორც ჩანს ადვოკატმა კეთილს ნიდის რა თქმა თუ მაგ პირობებს გთავაზობენ, სასწრაფოდ დათანხმდი. შემოვიდა და თქვა ბოდიში ემოციურად მე ისე ვარ, დედაშვილი, მძიმე მდგომარეობა იყო ძალიან და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს მორიგება დავამტკიცეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი მადლობა უთხრით იმ კრედიტორსაც, იმიტომ რომ მის წინაშე ეს ვალდებულება შესაძლებელი იყო და არ ვიცი ხა გინდა ეჯერეთ გინდა რა მახსოვს აი აგვისტოს რიცხვები იყო და სადღაც მესამე დღეს უკვე შვებულებაში გავდიოდით, ის სამი მოსამართლე ვინც განვიხილეთ და რო გამოვედით, ვლოცავთ ერთმანეთს, ღმერთო, ეხლა მშვიდად გავალთ შვებულებაში. იცით რა, აი ღირს ეს ყველაფერი, ეს დიდი პასუხის გმთ, რომ იქ აი იმ ადამიანისთვის ეს იყო ძალიან დიდი შედეგი. თუმცა ჩვენ ვნახეთ, მოსამართლე ამას ვერ მიაღწევდა იმ პირის გარეშე. თუმცა ჩვენც რაღაცა დავინახეთ, ხო? ხო, აი ამიტომ ვამბობ, რომ იცით რა, კარგად არის გადაწყვეტილი ასე. არის რაღაც გარემოებები, სადაც ცდილობა არ უნდა დააკლო. თუმცა რა თქმა უნდა, მორიგება ისეთია, რომელიც მხარეთა ნებას ეფუძნება და ჩვენ სხვა ინსტრუმენტი აქ არ გავაჩნია. ალბათ ეკატერინა, უღრმესი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. ძალიან მალე გავიდა ის დრო და ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა. კიდევ უამრავი კითხვა დაგვრჩათ ასასმელი, თუმცა რეგლამენტი არ გვაძლევს ამ შემთხვევაში საშუალებას, თუმცა მედია მომავალშიც გვესტუმრებით და გავაგზავნებთ ამ ძალიან საინტერესო საუბარს.
მეც მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ძალიან საინტერესო იყო თქვენი შეფასებები, თქვენი საუბარი. ბუნებრივია უზენაის სასამართლოს მოსამართლე ბრძანდებით და ეს კიდევ უფრო მეტად საინტერესოა ჩვენთვის. მადლობა რომ გვეწვიეთ. გისურვებთ წარმატებებს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ბიძინა, ბატონო გივი, ეს არის არაჩვეულებრივი ფორმატი და მე ძალიან მინდა რომ ჩვენ ასე ვთქვათ ხშირად გქონდეს ზოგადად საზოგადოებას მსგავსი საუბრების და შთაბეჭდილებების ან მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა პირველ იურიდიულ პოდკასტს. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ.